The entire world seems to be asking the same question. Where is Spider-Man? I knew you'd come back. Yeah, thanks for stepping up for me. You're the bravest kid I've ever seen. I'm gonna take care of this, Chuck. You go take care of your mom, okay? Alright, get out of here. Go. Go. მოგესალმებით. კაია? იმენა ღორი ბღავს და ჩემი თავი მახსენდება რა ახალგაზრდობაში. ბიჭები ვართ GFC შეჯიბრზე და მიშო გამოდის ჩვენ ძმა ნახოთ მოგება გვინდა რა ოქროები გვინდა უნდა წამოვიღოთ. ჩვენიერი ფორმა ყველაფერი იდეალურია. ნახოთ ახლა დაველოდოთ როდის გამოვა და და ნომერი 50 მიხეილ დელიქსიშვილი წვრთნელი დატო ჯოგლიძე დარბაზი მატა ოვაციები კიდევ ერთხელ და აპლოდისმენტები ძვირფასო სტუმრებო ბიჭებო წარმატებები ორი პოზა ფრონტალურად და უმრიდან ჯერ ფრონტალურად ოტრიალდის ზურგი ოტრიალდის My bro get a box and step on the gang, make money off rock Led Zeppelin. One cool away from a tent and take one cool and they get მადლობა ნადექით ხაზზე ოტრიალდის ზურგით ოტრიალდის ფრონტალურად მადლობა ნადექით ფრონტალურად დაბრუნება დიდი YouTube-ზე, დიდზე არა პატარაზე, იმიტომ რომ 800 გამომწერიც არ ყავს, მე მგონი არ მახსოვს იმდენი ხანი არ შესულა. ესე იგი,
დღეს იყო GFC შეჯიბრი. ეს ვიდეო იწერება გვიან ღამე. GFC შეჯიბრზე ვიყავით სამივე. ჩვენი ძმა მიშკა გამოვიდა, რომელმაც მოიგო მოგებული აქ აი თქვი დამატეთ რამე მოგებული ხო იყო მატა ფიტნესში ვიმყოფებით ვინც არიცით მატა ფიტნესი არის როგორც პროსპექტზე ასევე გდანის ფილიალში პირდაპირ მეტროს თავზე საუკეთესო დარბაზი რაც კი თბილისში შეიძლება თბილისში კი არა მთელ საქართველოში რა უდაოდ ვიტყვი უკონკურენციო და საუკეთესო დარბაზი საუკეთესო თქმელებით საუკეთესო ხალხით სტაფით ყველაფერი მე სპეციალურ საკავალიჟებს იმას ვარჯიშს შევედი გაბ და გდანში ახლომართად ცხოვრობ, შეგიძლიათ მიგზავნდეთ. დიახ, მივარჯიშოთ რუსთან. პერსონალურ ვარჯიშებზე ვუწევთ პირადში. ესე იგი, დღეს გვაქვს ბიჭებს მძიმე ზურგის დღე. კი ბატონო. მძიმე full days გავაკეთებთ. მე შეიძლება ბიცეპსი, ტრიცეპსი, მაგას ვნახავთ, რა როგორ სიტუაცია მოიტანს. მე პოზიციებას გვექნება, ცირე, ეხა ესენი ეს ბიჭები მაგარ ფორმაში არიან, შეიძლება მე ცოტა ჰიპი დავი, dead body ხრავს, მაგრამ საახალწლო ჩასუქებული. მე ბოლოკი პირში და ეგ არის მე დამკლავენ გოჭივით. მაგას ვიდეოს ბოლოს. ხო. ჩემი ფორმა იქნება ვიდეოს ბოლოს, ამდენხიანი დაურების მერე. ამდენხიანი დაკარგვის მერე. ბევრი კი ის დახტა, სად არის სპაიდერმენიო, რაღაცეები. აი სპაიდერმენი გამოჩნდა. ხო და ესე იგი. ეხა. პეტრენ და რობინი. აი, წავედით ახლა შევგეროთ ვარჯიშს. მოკლედ, მატა ფიტნესში. აგერ ხვიტო, გასახდელები შემოსასრული სიტუაცია. მოსასვენებელი დასაჯდომი. ეს დარბაზი არის იდეალური ყველასთვის რა. იდეალური პირობებით, იდეალური სიტუაციით, ტრენაჟერები უმაღლესი დონის. თავისი პილატესის ოთახით, თავისი გაწელვების ოთახით, თავისი პოზირების ოთახით, ჯგუფური ვარჯიშები, საუკეთესო ხარისხის ტრენაჟერები. მოგეთ ყველაფერი არის იდეალური რა. სტაფის სასწაული, ყველას გელოდებით მატა ფიტნესის გდანის ფილიალში და მოსკოვის პროსპექტის ფილიალზეც აუცილებლად. ესე იგი, აზრი გაგვეყო ორად. ხვიტოს უნდა აი ტრენაჟერში გაკეთება, ფულდაუნებზე. მე კიდე მინდა აი კაბელებში აი ამის გაკეთება ფულდაუნს. ჯეირანს ვითამაშებთ და მოგებული გააკეთებს იმას. მე მგონია რომ იჯობია. ან ჯობზე ჯობს სადაც გზნობის უნდა გააკეთო რა. მე უბრალოდ იმას უფრო კარგაძნო, და იმას უფრო კარგაძნო. პრინციპში მე ის ტრენაჟერი არც მისდი, ამიტომ ის ტრენაჟერი სადაც პირდაპირ და იქნებ მეც ვიგზნო კარგად. ჯობია. ყოველთვის ცადეთ ახალი ვარიაციები და ვარჯიშები. ახალი რაღაც ყოველთვის უკეთესი შეიძლება გამოდგეს. დავიწყოთ. ხვიტო ეხლა ხურდება 20 კილოიანებით. ვაკეთებთ გამართულ სწორმოძრაობას, მაქსიმალურად რო ვიგრძნობთ უგანიარესი კუნთი. ესე იგი, 2 მისვლა გავხურდით. 20-იანებით 40-ით გავხურდით, მე ეხლა სამუშაოზე გადავედით. 2 მისვლას გავაკეთებთ სამუშაოს, მძიმე გამეორებას რა. დაახლოებით 8 რეპრენჩი. ეს ხემა მძიმე და ბრუტალური ვარჯიში. ტოძა რიჟავეშაპი. If I'm training somebody in the gym now, I'm in the same zone. I'm with them. It's me and you in the gym. There's nothing here. There's me and you and the weights. Let's do it. And I create this bubble around me. And people can walk in the gym that know me and they can't even catch my eye. I don't even know they're there until afterwards they're like, hey, man. So I create a bubble. And there was not a lot of people in the gym when I was there. It was my own gym. So we used to go in the morning. I'd be totally focused before I got there. Tunnel vision. I've already visualized what I'm going to do, which exercise, which order, which clothes I'm going to wear, and visualize myself on the bench lifting it. Look at my training journal. Last week I did X amount for 7 reps. So that's today's goal. Beat that. That's the goal. So I got a goal very firm in my mind when I'm going there, which is important. You can go in the gym and have no goal and just wander around. You're not going to get very far. And then I got this energy that was almost like violence, you know?
Probably I used a lot of anger that I had in me from my childhood and so on. I don't know, but instead of it going all over the fucking place, yeah, in people's faces and this and that and creating problems for me and everybody else, it was all internalized, and then it was into those sets, into those weights. So in between sets, you see. ხვიტო ეხა მეორე მისვას აკეთებს. მე დავეშაპი ველოდებით, რომ ერწონები მოუმატო დიდმა ბიჭებმა. ცოტა გვემსუბუქა ჩვენ რა. ესე იგი, rule number 1 რა, დაიმასწორეთ დარბაზში. თუ კარგი პამპი გინდა, ცოტა შორს დავიჭირე. თუ კარგი პამპი გინდა, rule number 1 არის, რომ stay hydrated რა მე. წყალი. მე დიდი ბოთლები. წყალი უნდა სვათ. კრეატინი არ არის აუცილებელი, რომ წყალი სვა რა. წყალი უნდა ყოველთვის სვა. ჩვენმა ბიჭმა გააკეთა უკვე მისვლა. კარგია. But it was controlled aggression. I didn't make a lot of noise. It was like inside, like a fire. And I just put all that into the workout. So pretty calm by the time I got home. Like, I didn't want to rip anyone's head off or anything. It was like all out in the gym. ესე იგი, გადმოვიდეთ შემდეგ გვარჯიშზე. ერთ-ერთი საუკეთესო ზურგის ტრენაჟორი, ერთ-ერთი საუკეთესო ტოპ-ტაიერი არის რა. რომელიც აღვარჯიშებს ქვედა უგანიერებს. გაჩნია როგორ გააკეთებ რა მაგასაც. აქეთ რჟავეშაპი, აქეთ ხვიტო ხურდება. აქეთ ფირფიცო დაინახავ. ოლიმპიას. აგერ მოულ ოლიმპიებსაც რო დაინახავ. ვარჯიშის მუღამი მოგეცემა რა. უმაგრესი ტრენაჟორები არის. ახეთ გაიხედებით, თავწყებული არის. აი ეს ზურგის ტრენაჟორები არის და ყველა სხვადასხვა ყველა ძალიან კარგი. და საზევნი არა გაქვს სხვადასხვა ადგილებში ზურგის ტრენაჟორების. იქ ფეხი, იქეთ კარდიო სივრცე, აქეთ ზურგი, აქეთ კიდე საჯდომები, ჰიპერი, რაღაცა ეს, აქეთ რაღაცები, აქეთ კიდე მკერდი ჩაყოლებაზე. უმაგრესი ტრენაჟორები, აი ესეთი ტრენაჟორები სადმე თუ არის, არ ვიცი. ხო, აი აქ კერდის ტრენაჟორებია საუკეთესი. და ეს წინა დელტა, შუა დელტა. შუაში ვარ შოთა. დიახ. გააჩნიათ თქვენ როგორ მოიგო? დაასწრაფო შეგიძლია ფეხით შევარჩიო და წევი. მართალია. შეგიძლიათ მოხვიდეთ. მოგვესალმოთ გამარჯობა გადავიდეთ. ერთი ხარ. ო, რა ჩვენ ახლა რა ვიცი. პატარა ხალხი ვართ. ხო, ჩვენ ინტროვერტი კომანდა ვართ რა. რასაც ჩავუძახებენ, იმას ამოძახეთ. ამიტომ მოგვესალმებით. ჩვენ გვიხარია. ხო ეგრეა? ხო, ეგრეა. შეგაგიდეთ, მართალია. აი, სერიოზულად ხარ. მოვჩეთ მაიმუნობას, გვეცეთ ძიმე ვარჯიში არის ეს როგორ ვთქვით. და დავიწყეთ რა. ხო ეგრეა? ღლიცის მოვჩით. სერიოზულად მივდექით ვარჯიშს. The anger thing was not something, it's things that I'm probably more conscious of now than I was then. I just called it. შევა, tip number 2 რა, ამაზე ხო ვისაუბრეთ. Tip number 2 ეს არის სალიფერით ვარჯიში, ანუ როდესაც არის სიმეტრი. კატაუტ, კადრი მეორე, ექშენ. ესე იგი, დაშავეთ. როდესაც დისბალანსი გვაქვს გუნდში, ეს შეიძლება იყოს ბიცეპსი, შეიძლება იყოს ზურგზე, შეიძლება იყოს მკერდზე, ნებისმიერ ადგილას რა, დელტებზე. ამის პრინციპი რა არის, რა როგორ გამოასწოროთ ეს? არაფერი ზედმეტი დატვირთვა, ზედმეტი ვარჯიში ამ კუთხეს აჭირდება რა. ამისათვის, რომელიც ხარჯს ჩამოქცევა, აი ახლა მაგალითად ზურგის ვარჯიშს, ჩემი სკოლიოზიდან გამომდინარე, მარცხენა ზურგი ჩამოქცევა რა, მარცხენა უგანიერესი ნაწილი. ამისათვის მარცხენა ხელით ვიწყებ, მარცხენა ხელით ჩამოყაშვას, ვარჯიშს და ვაკეთებ ზუსტად იმ გამეორებას, რამდენი შემიძლია. ეს იქნება წონის სამიხელე, ეს იქნება 8 გამეორება, შეიძლება 10 გამეორება, შეიძლება 12 გამეორება იყოს რა. და ამავდროულად, როცა ამოხელით მოვჩები გაკეთებას, მარჯვენა ხელით, ვიცი რომ მეტი შეიძლება, მაგრამ ვაკეთებ ზუსტად ანალოგიურ გამეორებას, რაც გავაკეთე მარცხენა ხელით. ამით ხდება დისბალანსის აღმოფხვრა და ეს არის ჩემი tip number 2 რა და ეს დაიმახსოვრეთ. ეს შეიძლება ბევრზე არ იცოდეთ, მაგრამ მაინც ჩემგანაც იცოდეთ, მაგრამ ბევრზე ნაკლები. I was using probably some negative emotions, but not negative for me. They could have been, but I was getting them out. So now they're not negative anymore. They're becoming, it's like an alchemy. You're changing that negative things, the traumas, the things you're not happy with, which
Most of the time they're very deep anyway. They're deep and they're not on the surface that you can recognize them. They're deep down and you're like pulling it out. So yeah, before I drove to the gym, I used to sit down in a quiet space in my house and go through my journals, see what I've done, what's the goals, how important is this to you, you know? Standards, ne? Interessa. Შეგვიძლია ეს გააკეთო როგორც დედლიფტით. ტრანზიცია. ეს ტრანზიცია სპეციალური, სადაც წონები თავისი აქვს, და ეს ტრანზიცია მესამე ნაკავია. ამიტომ უნდა ნახოთ კიდე მატა ფიტნესში ეს გამახსოვს. აუდა. Being happy, it's not optimal for gains, okay? Become insane, like mentally unstable, manic, whatever you want to call it. It's the only thing that'll keep you on a straight path. Straight. I wouldn't call it. I'd call it more like a zigzag. It will help with your gains. You're gonna come in here, you're gonna deranged, and you're gonna pick up some heavy ass weight. The ability to keep going, even when you don't have hope. Determination. All these skinny cunts coming in the gym, they're not eating right. You're not maximizing what you could be building. Like you might as well just not. If you want to be shredded and like skinny, then you don't even have to come in the gym. You could just starve yourself at home, do a few push-ups, you know what I'm saying? Like this is a bodybuilder channel, bro. I don't know about you, but you're not gonna get 20-inch biceps by not eating a meal. Everything in your body telling you not to do it. If you have that mindset, you're not gonna hit it. Okay? Same with in football, any contact sport. You go in there acting like a pussy. You're gonna get hit hard. Alright? You're gonna get hit hard. So if you go in there full force, you don't even have that mindset that you're not gonna hit it. You go in there and you hear my and you pick that shit up. Imagine the last day that you could train hard as fuck. You did it! You're doing yourself a disservice. Engrave this fucking memory, this fucking set, this heavy ass shit. Memorize that pain. Be scared of it. And then every time you go into your fucking set, neutralize it. And eat it. I don't know what that fucking means. Sounded really hard down. That's all that fucking matters. Now I'm hard. Stay on. Stay hard. Don't waste that potential, man. Don't waste that potential. Give me the test, ancestors. Lend me your strength. Lend me your power. დაგვრჩა ბიცეპსი, მერე პოზირება, დარბაზი იკეტება 13 წუთში და 12 წუთში და ნახევარში, 12 წუთი ნახევარში. გერხვიტოს ინდივიდუალური პოზირება, ესა ჯეფსი და გამოსულიყო. კლასიკ ფიზიკში მოუგებდა ყველას. შენც რომ მოუგებდი, შენც რომ გამოსულიყავი, ერთ-ერთს მოიგებდით, მეორეს მოიგებდით და ეს.
მეგობრობა გაიმარჯვებდა. მეც რო გამოსულიყავი მე ოფენში ეგრევე შენ წამოედდი. ჩემი დიდი გიპიტებოდით. ესე იგი, დარბაზში ვართ უკანასკნელები, არავინ არ არის. ძალიან ასწორებს. ყველაზე მეტად ვარში. რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა ერთი სეტი დაგვჭა ჰამერები. ჰამერებს ვიზავთ ეს ჩუქჩებს კარგად გავაკეთებთ ერთ სეტს, მე ავარ პოზირებაზე და პოზირების ოთახიდან დაგიბრუნდებით. დავიწყოთ ჩაქუჩები რა. ესე იგი, ჩვენ ახლა ავდივართ პოზირების ოთახში რა. 9 წუთი დაგვჭა დარბაზის დაკეტვამდე. პოზირების ოთახში როგორ მოხდეთ რა? აგერ შემოსასვლელი. ჩავატევთ მთლიან შოუს. 3 საათი რაც GFC-მ გააკეთა 3 საათი კი არა, მთელი დღე რო გავადინა. მოვუგარეთ ჩვენ ამას 9 წუთში. ნახევარში დაგიედით. რა თქმა უნდა. აი ავდივართ ამ კიბეებზე. აი ესე კოხტად. მშვენიერებს კიბე აქეთ ხვიტო. ავდივართ ზევით. ეს არის ჩვენი კოხტა დარბაზი, საუკეთესო. თელს თბილისში და საქართველოში და საერთოდ ყველგან. შევდივართ პილატეს ოთახში. შენ აქ როგორ გაჩი ამ ქვევით იყავ. ეს არის პილატეს ოთახი, აქ ვიწელებით ხოლმე და აქ ვაკეთებთ პილატესებს, ჩემი პილატეს პრინცესები. გადავდივართ აი ამ ხიდზე. ეს გადავყურეთ თელ დარბაზს. просто ნახეთ რა ლამაზი. აი ულამაზესი დარბაზი გვაქვს. რა გააყოლი, просто რა ლამაზი. აი შეხედეთ, просто დატკბით. დააპაუზეთ ტრენაჟორებს შეხედეთ რა. როგორ არ მოქმედება ვარჯიში. გელოდებით ყველას მატა ფიტნესის გლდანის ფილიალში, ვეკუას 4-ში. მე მგონი ვეკუას 4-ია. ნუ ახმეტელზე არის პირდაპირ რა. და შევიდით ჩვენს პოზირების ოთახში. სადაც შუქი შესანიშნავი place. I gotta get my body moving, shake the stress away. I wasn't looking for nobody when you look my way. Possible candidate, yeah. Who knew that you'd be up in here looking like you do? You make us staying over here impossible. Baby, I'ma say your aura is incredible. Don't have to go, don't. Do you know what you started? I just came here to party, but now we're rocking on the dance floor, acting naughty. Your hands around my waist, just let the music play. We're hand in hand, just to trust and face to face. I wanna take 4 years ago. Let's escape into the music. Yeah, you were fine.
გამოსაჯულებას. დარბაზის იკეთება. აბა დავუშვით სახლებში რა. ჭირი იქა, ხინი აქა, ხატო იქა, ხვიტო გამოჩდი. ქვილი აქა და შვიდო, დაგემშვიდობებით და აი წავედით.